თქვენ იცით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მივყევით დიდი ადამიანიდან დაყოლებული, ადამიანიდან დაწყებული ადამიანმა ღმერთის შექმნილმა ადამიანმა როგორ დაკარგა 64 ნეტარი 64 როგორ მოხვდა ადამიანი დედამიწაზე როგორ შეიძლება ითქვას ტრაგიკულად წარიმართა კაცობრიობის ბედი იმიტომ რომ ადამიანმა ვერ შეძლო თავისი ბოროტის დამარცხება და აი დადგა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც კაცთა გადასარჩენად სახსნელად ღმერთი იქცა ადამიანად. ანუ მოხდა შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ეს ქონდა წინა გასაკვეთი. ეხლა ბავშვებო, ჩვენ ეს პერიოდი 30 წელი როგორ გაიზარდა ქრისტე, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, როგორ დიდა დედახვის მშობელი სად იყვნენ ეს ყველა დეტალი ჩვენ ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი სახარება გვეუბნება რომ 30 წლის ასაკში გამოჩნდა პირველად საქადაგებლად იესო ქრისტე და აი როგორ გამოჩნდა ამას წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემლის ანუ იოანე დიდი წინასწარმეტყველის ესე იგი მოსვლა უძღოდა წინ. ახლა მოვიდა იოანე ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, რომელიც იყო ძალიან დიდი წინასწარმეტყველი და მას დაევალა ღვთისგან მოემზადებინა გარემო იესო ქრისტეს მოსასვლელად, საქადაგებლად. და ასე ამზადებდა კაცობრიობას ადამიანებს, რომ შეინანეს, იმიტომ რომ მოახლოებულია უფლის მოსვლა. ანუ ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდათ. ესე იგი, თქვენი ცოდვები განიწმინდეთ, აღიარეთ თქვენი ცოდვები, იმიტომ რომ მოდის კაცობრიობის მხსნელიო და ასე შევხვდეთო. თან იცით რა საკეთებდა? წყალში იდგა თვითონაც იოანე ნათლისმცემელი და ცოდვებს რომ ასახელებდნენ ადამიანები, თან წყალში ესე შთაფულას უკეთებდა, ანუ წყლით გამბანა ხდებოდა. მაგრამ ასე ამბობდა, ხალხი ხო ხედავდა როგორი წმინდანი იყო და დიდი წმინდანი იყო იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ იოანე ასე ამბობდა, რომ ჩემ შემდეგ მოდის ისეთი წმინდა ადამიანი, რომ მეო, აი, ფეხსაცმლის შნური რო შეუკრაო, იმის ღირსიც არა ვარ. ის ჩემთან შედარებით ისეთი დიდი და წმინდაო. ხალხს უყვირდა, ნეტაო, ამაზე წმინდა ვიღა უნდა მოვიდესო, იმიტომ რომ ძალიან წმინდა ცხოვრობდა, სულ უდაბნოში ცხოვრობდა, თითქმის არაფერს არ ჭამდა და ველური თაფლით და ტყის ხილით და უდაბნოს ხილით იკვებებოდა მხოლოდ იოანე, ასეთი წმინდანი იყო. მინდა სხვათა შორის გითხრათ, ბავშვებო, რომ ერთადერთი წმინდანი, ვინც ფრთებით გამოისახება ხატზე, ეს არის იოანე ნათლისმცემელი. აი, ზოგადად ჩვენ ფრესკებზე და ხატებზე ვიცით, რომ ფრთებით ანგელოზები და მთავარანგელოზები გამოისახებიან. და ადამიანი მხოლოდ ერთი გამოისახება ფრთებით. ეს არის იოანე ნათლისმცემელი. იოანე ნათლისმცემელი ხატებზე ფრთების გარეშეც არის ხოლმე წარმოდგენილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იოანე ფრთებით არის. იცით როგორ უნდა მივხვდეთ, გავარკვიოთ? ანგელოზები, როგორც იცით, ბავშვური სახეები აქვს და ანგელოზებს და მთავარანგელოზებს წვერი არა აქვთ ხოლმე. აი თუ დაინახავთ, რომ ფრთებიც აქვს და წვერიც ხატზე და ფრესკაზე, იცოდეთ, რომ ეს არის იოანე ნათლისმცემელი. ესე იგი, რატო არის იცით ფრთებით? რომ ის მას მშობლები გარდაეცვალნენ მალევე და ანგელოზებმა გაზარდეს უდაბნოში. ანუ ზეციდან ჩამოსული ანგელოზები აჭმევდნენ და მათ გამოზარდეს.
და იმდენად წმინდა ცხოვრობდა, რომ მისი ცხოვრება გატორებული ანგელოზების სიწმინდესთან და აი მისი სისუფთავე, მისი სიწმინდე, მისი ღვთაებრიობა და განსაკუთრებული ესე იგი ადამიანური სისუფთავე, აი ეს იმდენად ამაღლებული იყო ადამიანებთან შედარებით, რომ ის ერთადერთი ფრთებით გამოისახება, ანუ ანგელოზივით განიწმინდა, ისეთი სუფთა იყო და მართლაც ერთხელაც ბავშვებო, იოანე ეუბნება, აი ისიც რომ მე ვისაც გეუბნებითო და ყველა ამ დროს წყალში იყო, ადამიანებს წყალში ესე ბანდა და მართლაც გაიხედეს და რას ხედავენ? მოდის 30 წლის იესო ქრისტე. ხო და შემოდგა თუ არა, ჩადგა წყალში იესო ქრისტეც და იოანემ უთხრა, რომ არაო, შენ არ გეკუთვნისო. ანუ რიგში ჩადგა, როგორც ხალხი მიდიოდა იოანესთან, რომ წყალში გაწმე, ესე იგი გამბანა ხდებოდა. ისიც რიგში ჩადგა და არაო, იოანემ უთხრა, შენო წმინდათა წმინდა ხარ, ცოდვა არა გაქვს. ხო და შენო ვერ მოგნა წყალში ვერ გაგნათლაო მეო. ხო და მაშინ ქრისტემ ასე უთხრა, რომ შენ შეასრულე რასაც ასრულებოდა, რაც დაგევალა ღვთისგან. და მართლაც შემოგვიფასებო, ჩადგა, ასე წერია, რომ როდესაც ქრისტე წყალში ჩადგაო, იესო ქრისტე ისეთი წმინდა იყო, მთელი წყალი განიწმინდა ამ დროს. აკურთხა წყალი თვითონ, იმდენად წმინდა იყო. ხო და მართლაც მივიდა და იოანე ნათლისმცემელს ასე უთხრა, რომ მინდაო, რომ შენ გახდე ჩემი ნათლიაო. თქვენც ხო ყავთ ბავშვებო თქვენი ნათლიები ყველას. ხო და იესო ქრისტემაც თავის ნათლიად შეარჩია იოანე ნათლისმცემელი, იმიტომ ქვია ნათლისმცემელი, რომ მან სცა ნათელი. რა თქმა უნდა, ქრისტეს ბავშვებო არ ჭირდებოდა არც მონათლა, იმიტომ რომ ღმერთი იყო, ღმერთს ხო არ ჭირდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩვენთვის გააკეთა. და კიდევ ერთი რამისთვის, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, აი, როდესაც სამჯერ იოანე ნათლისმცემელმა წყალში ესე სამჯერ შთაფლა, ღმერთი მოხდა ასეთი სასწაული, მოულოდნელად გაიხსნა ცა და ციდან გაისმა ღმერთის ხმა, მამა ღმერთის ხმა, რომ ეს არის ძე ჩემი და თქვენი მხსნელიო და ამისი ისმინეთ. ანუ მე წარმოუგზავნე იგი ზეციდან და ამას დაუჯერეთ, ეს არის თქვენი მხსნელიო. ეხლა უყურეთ, ეს ხმა ზეციდან, აი დაახლოებით ასეთი ხმა იყო, აი თაებრი, რაღაც ადამიანური კი არა, ამისი ისმინეთ, ახლა თაებრი, ზეციური და ადამიანებმა გაიგეს ეს ხმა. ხო და აი ეს ხმა იყო მამა ღმერთის, ძე ღმერთი იდგა ამ დროს წყალში იოანე ნათლისმცემლის წინაშე და გაინათლა წყალში და უпроსტორად განათლა და გაწმინდა წყალი და უცბად ზეციდან გადმოეშვა თეთრი მტრედი და იესო ქრისტეს მხარზე დააჯდა. ესე იგი, ასე შეიკრა პირველად კაცობრიობის ისტორიაში სამების მადლი, მამა ღმერთი, რომლის ხმა მოისმა, ძე ღმერთი, რომელიც იესო ქრისტეა და წყალში ინათლებოდა ჩვენთვის და სული წმინდა ღმერთი, რომელიც მტრედის სახით გარდამოეშვა ზეციდან და იესო ქრისტეს მხარზე დააჯდა. ანუ ამ შემთხვევაში სამება პირველად გაცხადდა კაცობრიობის წინაშე და ასე აკურთხა, რომ ამიერიდან თქვენ მხსნელი გეყოლებათ. აი ამ კაცს მოусმინეთ და ის გამოგიხსნით თქვენ. აი ამ ხრივ არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამიერიდან, აი ამ დღიდან უკვე დაიწყო ადამიანთა მონათლა, არა წყალში გაბანით, როგორც იოანე აკეთებდა, არამედ სული წმინდის მადლით დაიწყო ნათლობა. და აი ლაზარე დეოლარიშვილი რომ მოინათლა, ლაზარე უკვე მოინათლა ქრისტეს სახელით. და აი ამიტომაც აი ნახეთ როგორ ხდება ლაზარე რომ მოინათლა, ხო?
ხო წყალი უნდა დაასხან ზემოდან და ასე ინათლება მონახთისა ლაზარე და მოძღვარი ასე ამბობს აიღებს წყალს სახელითა მამისათა და დაასხავს თავზე კიდევ აოსებს მოძღვარი და ძისათა დაასხავს და სულისა წმინდისათა ანუ ესე იგი მამა ძე და სულიწმინდის სახელით ვინათლებით თითოეული ჩვენთაგანი ასე მოენათლა ცოტნე საყვარელი მოსე მღვდლიშვილი და ასე მოინათლა ელენე ძინძიბაძე და ყველანი ვიცი რომ ყველანი უმეტესობა ალბათ შეიძლება ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ყველა მონათულები იყოთ მინდა ერთი კარგი ამბავი გაუწყოთ ჩვენ ამას წინათ ესე იგი ზუსტად გეტყვით სამშაბათს დღეს ამ კვირას მე და გივი მასწავლებელი გივი ჩვენი ასლამაზიშვილის საყვარელი ვიყავით ბავშვებო მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში აბა თუ გავიხსენებ ახლა რომელი სკოლა იყო გივი მასწავლებელი აქ ხო არ არის ხო და იცით რა მოხდა წილკანში არა წილკანში არ ვიყავით მეორე სკოლაში ვიყავით წილკანის შემდეგ წილკანშიც ვიყავით და საღამოშვიდობის და ვაზიანში აბა ახლა შენ გაიხსენე ვაზიანში ერთმა ბავშვმა ტირილი რო დაიწყო აბა გაიხსენე გივი მასწავლებელმა ვაზიანში იყო კი ვაზიანში იყო მოუნათლავი რომელიც იყო ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი ყავდა რომელიც ძალიან ჭკვიანი იყო და როდესაც ჩვენ საუბრობდით იესო ქრისტეზე, ღმერთზე, სამშობლოზე, ეს ბიჭი ყველაზე მაგრად აქტიურობდა. ხო და უცბად საქმეზე დადგა და რაღაცა შევეკითხე და აბა ვის უნდა ზიარება, აბა ვის უნდა ტაძარში მოსვლა, რაღაცა და ამ ბიჭმა არ დაიწყო ტირილი. თუ რა მოგივიდა, მივედი, რა იყო, რა მოხდა და აღმოჩნდა რომ ბავშვი ტირის რომ მე არა ვარ მონათლული. და მონათლული რომ არ არის ადამიანი, არ შეიძლება ზიარება ბავშვი. ზიარება შეიძლება მარტო ქრისტიანულად, ვინც არის მართლმადიდებლურად, ეკლესიურად სწორედ მონათლული. ხო და თურმე ეს განიცადა, იმდენად მოუნდა ამ საყვარელს, გიორგი თუ ავწდები, აღარ მახსოვს სახელი, იმდენად მოუნდა ღმერთი, იმდენად მოუნდა ეკლესიის წიაღში ყოფნა და მე ისეთი ტირილი აუარდა, აი ვეღარ ვაწყნარებ, მასწავლებლები ჩაეხუტნენ, მერე ერთმა მასწავლებელმა გარეთ გაიყვანეს, ნიავზე წყალი დაალევინეს, რაღაცა ვერ ჩერდებოდა. ხო და 4 შაბათობით ჩვენ პედაგოგები შეკრება გვაქვს და ძალიან მაგარი დირექტორი ყავდა ამ სკოლას, აზიანის სკოლას. და იცით რა გითხრა? მეორე დღით რომ მივედიო, ეს ბიჭი ვნახეო და ამის მშობლებიც ვნახეო. და აღმოაჩინეო, რომ ეს კიდევ ერთი ძმა ყოლიაო ამ ბიჭს და ისაც მოსანათლი იყო და არაფერი ბევრი პრობლემაო, ხო იცით მშობლებმა როგორ იციან, რომ ნათლობის მერე უნდათ რომ დიდი სუფრა გაშალონ ხოლმე. ხო და აიო მაგისტრის ემზადებიანო, რომ აი სუფრის საშუალება როდის ექნებათო და მე ვნახაო შეგვიდა და მოკლედ ვნახეო და მშობლებმა მითხრესო, ჩვენ სათავართ რომ მოვნათლოთო. აღარ დაველოდებითო დიდი სუფრის გაშლას და რაღაცასო და კარგი ამბავი მოგვიტანა, რომ ამ დღეებში ძალიან მალე სწრაფად იმ ჩვენი საყვარელი მოსწავლის ნათლობა შედგება. ანუ ნახეთ ახლა უნდა ამგიხსნათ რა არის ეს ნათლობის პროცესი. ნათლობის დროს სულიწმინდის მადლის ერთიდან გადმოდის ადამიანზე, ღებულობს მონაწილეობას, ადამიანს წინაპართა მოდგმის ყველა ცოდვა მიეტევება. განიწმინდება სრულად და მას იესო ქრისტე ღმერთი ზეცაში შეურჩევს ერთ-ერთ მფარველ კეთილ-ანგელოზს. და ეტყვის მაგალითად აი როგორც კობეშავიძეებზე უნდა გითხრათ, ბარბარეზე და ქეთიზე, აი მაგალითად ქეთი არის ქეთევანი, ხო? და ბარბარე ორივე დიდი წმინდა სახელია და ქეთევანი რო ინათლებოდა, ასევე იესო ქრისტემ ესე კი არ არის, ვინც მოყვება ერთ-ერთი ანგელოზი რიგით. საგანგებოდ შერჩევა ხდება. ღმერთი თქვენთვის, ღმერთი ხო თქვენ ძალიან კარგად გცნობთ თითოეულ თქვენთაგანს.
თან იცი ქეთის და ბარბარეს რა უთხრა, რომ შენს თავზე ყოველი ღერით მამაქვს დათვლილი. ხო და თან ასე უთხრა საყვარელ ანი გაგმიწეს, რომ ჩემი ნების გარეშეო ანი ერთი ღერით არ დაგწვიდება შენ. ეს რას ნიშნავს? მე ისევ აკონტროლებო ყველაფერს მთელ სამყაროში, ზეცაშიც, მიწაზეც, ზღვაშიც, მთაშიც, ყველგან, რომ თუ ჩემი ნება არა, ჩემი დაშვებით არ მოხდა, ჩემი ნებით არ მოხდა, თავისით ასე არაფერი არ ხდებაო, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ ყველაფერსო და მე მემორჩილება ყველაფერს. მიხვდით, ჩემო ძვირფასებო, აქედან გამომდინარე ის შეარჩევ თქვენთვის განსაკუთრებულ ლამაზ, გონიერს, საყვარელს, შეუმცდარ ანგელოს და იმას დაევალება, რომ მთელი ცხოვრება თქვენზე იზრუნოს. აი ახლა ქეთევანზე ვინაიდან ვთქვით, ნახეთ, ქეთევანი როცა იძინებს ღამე, ანგელოზი არ იძინებს და თავზე ადგა, რომ ძილი არავინ დაუფრთხოს, რომ კბილად იყოს, რომ არავინ შეაშინოს, არავინ შეაწუხოს. აი ესეთი რამე გაგიგიათ ხო თქვენ? აი რაღაც ძალამ გადამარჩინა, რაღაც ძალამ მიბიძგა, რაღაც ძალამ თითქოს ხელი მკრა, გამოვედი და მანქანამ გაიარა და გადავში. ანუ რაღაც ძალამ უცბად გამომაფხიზლა ძინარე. ვაიმე წამოხვდი, რა ხდება? მივედი და დავინახე, რომ იქ სიტყვაზე წყალი იყო მოშვებული და მეზობელთან ჩავიდოდა და დავკეტე სასწრაფოდ. ანი რაღაცა ცეცხლი ეკიდა და სასწრაფოდ წყალი დავასხი და დავაქრე. აი ეს ჩემო ძვირფასებო, დღეიდან გახსოვდეთ, რომ ეს არ არის რაღაც ძალა. ეს არის ჩვენი კეთილი მფარველი ანგელოზი, რომელიც ჩვენ ნათლობის დროს მოგვეცა. და ჩვენ ასეთი ლოცვაც კი გვაქვს. თქვენ ხო დილის ლოცვებს კითხულობთ ხოლმე? დილის ლოცვებში საგანგებოდ ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი კეთილი ანგელოზისთვის. ასე ვამბობთ, რომ ჩემო კეთილო ანგელოზო, თხო ჩემი უცოდინრობა, ჩემი უსუსურობა, ჩემი დაცემულობა, ჩემი არასწორი ქმედება მაპატიო, შემინდო და არ მიმატოვო, სულ ჩემთან იყავი. და მე კიდე მომეცი შეწევნა, მომეცი სიბრძნე, მომეცი ესე იგი სურვილი, რომ ღვთისნება აღვასრულო. ასე რაც მომინდება, ისინი კი არ გავაკეთო, არამედ დაკვირვებით ვიცხოვრო ჩემო ლუკა ძვირფასო ქორიძე და დაუკვირდი, აი ლუკა ძალიან გონიერი ბიჭია. მე ვაკვირდებოდი და იცით როგორი გონიერი ბიჭია, ლუკა აკვირდებოდა, რომ სწორე ის კი არ გაეკეთებინა, რასაც თვითონ მოუნდებოდა. აი როგორც ადამიანს ხო ხანის მოუნდება, ხანეს მოუნდება, ასე შეიძლება ხო ჩვენ შევცდეთ და უფლის წინააღმდეგ რაღაცა ჩავიდინოთ ისეთი საქციელი, რომელიც უფლის წინააღმდეგ არის და ამას ცოდვა ქვია. ხო და აი twიანი და გონიერი ადამიანი კი ფიქრობს, რომ ახლა კი მოუნდა რაღაცა, მაგრამ რამდენად ღვთისთვის გამართლებულია. აი მაგალითად ერთ-ერთის კლასში შევიხედოთ, აი ცელქი ბიჭები რო არიან, ხო გყავთ ასეთი ცელქი ბიჭები კლასში? უყურეთ ცელქ ბიჭებს როგორი აზრი უჩნდებათ, მაგალითად შეარჩევენ ლამაზ გოგოებს, აი მაგალითად ბარბარე და მარიამი კანთელაშვილები და ეხლა სიტყვაზე ბარბარეს წვარება მოუნდა ვიღაც ერთ-ერთ დის და ლამაზი თმები ხო ამ ბარბარეს და მოკაჭა აქედან თმებში. ცელქობს რა? თვითონ გასწორდა და ვითომც არაფერი. ეხლა ბარბარე თმები რომ მოკაჭეს, მასწავლებლებს ყურადღებით უსმენს და გაიხედა უკან რა ხდება, ფიქრობ. ის ვითომ იქით იყურება, ვითომ ის არა. მე არა ვარ გოგო, რა გიდა ვერ ახალ კარგად შენ. მერე კიდე მოკაჭა, მერე იქ წიგნი გადაუგდო, მერე ფეხი, ტალახიანი ფეხი ჩამოუსა, ხო იცი როგორც ხდება ხოლმე. ან სკამზე ფეხს მიატყავს, ვითომ იქით იყურება, თვითონ არ არის და ასე შეიძლება ნელ-ნელა ადამიანს ესე იგი ნერვებიც კი მოეშალოს, ხო? მეორედ, მესამედ, მეოთხედ და მერე აი ისე ხდება ხოლმე, რომ ესე იგი ამასაც კი შევესწარი, რომ მერე ერთი ლამაზი პატარა გოგონა მყავდა საყვარელი. ხო და რაღაცაზე ხელი აწია და რომ ადგა და უპასუხა ამ ბიჭმა სკამი გამოაცალა ამ ცელქმა, ხო აწვალა და
მერე სკამი გამოაცალა და ის რას იფიქრებდა ახლა იქიდან თუ ასეთ რამეს გაუკეთებდა და წაიქცა ბავშვებო, ეგონა სკამზე დაждდებოდა და ეს დაარტყა და ესე წაიქცა და ყირილი დაიწყო, გამწარდა ბავშვი. შეიძლება იმდენად არ ეტკირა, რამდენადაც ეწყინა, ხო? რომ აი და იმან გაიცინა თუმცა არაფერი. ესე იგი, აი თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ასეთი დაუკვირვებელი საქციელი, აი სიტყვაზე ახლა იმ ცელქმა ბიჭმა რა მოიგო გოგონა რო ატია. მერე ხო თუ დაფიქრდება ნორმალური ადამიანი, ხო ინანებს, რომ ნეტა რატო დავცინე, რატო ვატირე, რატო წავაქციე, რატო ვატკინე. და მერე რა თქმა უნდა ნორმალური ადამიანი ნანობს, რომ ნეტა ეს არ გამეკეთებინა და რა თქმა უნდა, მერე ჩვენ აღსარებაშიც ვამბობთ, რომ აი ვიცევ, ესეთი აზრი მომივიდა, ადამიანს ვაწყენინე, ვატირე, ხო? ეს ხო ცოდვები არის ყველაფერი და ჩვენ რა თქმა უნდა ვინანოთ. ამიტომ ჩვენ ეკლესიაში რო დავდივართ, ჩვენ რატო ვსწავლობთ ამ ყველაფერს? რომ დაკვირვებით მოვიქცეთ და იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ, რა შეცდომების მოგდის ხოლმე. ესე იგი, ამიერიდან ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ვისწავლოთ რა არის ქრისტეს მცნებები, ჩვენ გავიარეთ ეს ჩემო თვითფასება და ვინც არ იცის, იქნება ჩვენ ძველ გაკვეთილებს გადახედოს. იესო ქრისტეს ნათლისღება. იყო კაცი მოვლინებული ღვთისაგან. სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმევინა ნათლის შესახებ. ხოლო თვით იოანე უკაცრიელ ადგილას ცხოვრობდა და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. ერთ დღეს იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: ჩადი მდინარე იორდანის ნაპირას, უკადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელი ეცი მას წყლით და მოამზადე მაცხოვრის მისაღებად. იოანე მაშინვე გამოცხადდა იორდანის ნაპირას და იწყო ქადაგება. შეინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. დაიძრა დიდძალი ხალხი იერუსალიმიდან, სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან. მოდიოდნენ იოანესთან, აღიარებდნენ ცოდვებს და ინათლებოდნენ მის მიერ იორდანეში. ამ დროს ქრისტე 30 წლის შესრულდა. ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისათვის. იოანეს არსად ენახა ქრისტე, მაგრამ იცნო კი და უარზე დადგა. მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ მოსანათლავად ჩემთან? ქრისტემ უპასუხა: დამიჯერე, რამე თუ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა, რაც კი წესადაა დადგენილი. მაშინ იოანე დაჰყვა მის ნებას. ჩააყენა იესო იორდანეში და მონათლა. რაცამს იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმინდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით. და ზეციდანვე მოისმა ხმა მამა ღმერთისა: ესე არის ძე ჩემი საყვარელი. ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, სადაც 40 დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით. და ბოლოს გამოვიდა საქვეყნოდ სახარების საქადაგებლად.
მაცხოვარმა მალე შეიძინა 12 მოწაფე, რომელთაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე. მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ. ბავშვებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ, კარგია რომ აქტიურობთ და უფრო მეტი აქტიურობა თუ იქნება, უკეთესია, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად რაც ვჭირდება არის ის, რომ ასე თქვა, ჩემეცნებითი კუთხით უფრო მეტი ვიცოდეთ, რომ რთული პერიოდია ძალიან და საერთოდ რა არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, რომ ამის აზრზე ვიყოთ და ყველაზე მთავარი და დასაწყისი, ასე თქვა, ჩვენი ახალი ცხოვრების არის ნათლობა, ნათლისღება. ნათლისღებას მეორენაირად ჩვენ, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უწოდეს იესო ქრისტეს განცხადებას. უფლის განცხადებას. არა მარტო იესო ქრისტეს, არამედ ყოვლადწმინდა სამების განცხადებას. ანუ რატო ქვია იცი განცხადება? იმიტომ რომ იონე ნათლისმცემელმა იცოდა, რომ იესო ქრისტე არსებობდა, ესეთი, ანუ იესო როგორც ადამიანი არსებობდა ნაზარეთში. თუმცა მისთვის დაფარული იყო ის, რომ იესო იყო მესია. სანამ ის არ გამოჩნდა იორდანეში. ნახეთ და ზუსტად იმაშია საქმე, რომ იონე ნათლისმცემელი რო გავიდა ღვთის დავალებით, ასე თქვა, ზეგარდამო შთაგონებით და დავალებით რო გავიდა უდაბნოში, უდაბნო ნიშნავს, ესე იგი ჩვენ ცხოვრებაში ნიშნავს რას? ანუ იმ ყველაფრისგან გაცლას, რაც ადამიანს ხელს უშლის ღმერთთან ურთიერთობაში. ანუ ჩვენ ახლა მარხვის პერიოდში რო ვართ, მარხვა თავის თავში გულისხმობს უდაბნოს. ანუ უდაბნო არის ის, რომ ჩვენ კი ვართ სოფელში ცხოვრობთ, ქუჩაში დავდივართ, მოძრაობთ, რა ვიცი, სამსახურში დადიან ადამიანები, თუმცა ჩვენ არ გვავიწყდება ის, რომ ახლა არის მარხვის პერიოდი და თქვათ, შეიძლება ვიღაცამ სუფრაზე დაგიდოს ხორცი, მაგრამ შენ იცი, რომ ახლა ჩვენ გვაქვს უდაბნოს პერიოდი, ანუ უდაბნოს პერიოდი ნიშნავს იმას, რომ იცით, რომ უდაბნოში საჭმელი, სასმელი, წყალი ასეთ რაღაცები არ არის, ხო? ანუ უდაბნო თავის თავში ნიშნავს თავშეკავებას. და შესაბამისად მოთმინების ნიადაგზე ჩვენ ვიღებთ ბევრ სულიერ სარგებელს. აქედან გამომდინარე, ნახეთ, იონე ნათლისმცემელის უდაბნოში გასვლა იყო პირველი და უპრეცედენტო მოვლენა. მსგავსი არ აქვს ეკლესიის ისტორიას, თუ არ ჩავთვლით ახლა ილია წინასწარმეტყველს და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში გულისხმობთ იონე ნათლისმცემლის პირდაპირ დავალებას. ანუ რა ფორმით გავიდა ის უდაბნოში. ანუ ის გავიდა უდაბნოში და ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისასა. ანუ მოდით და ნათლისღება თავის თავში გულისხმობს რას? ახალი ადამიანის დაბადებას. წეგან ლექსონს სწორად გითხრათ თქვენ, ხო? ანუ რა გითხრათ? ახალი ადამიანის დაბადება ნიშნავს პირდაპირ კავშირში არის ახალ აღთქმასთან. ანუ ნახეთ, მოვიდა იესო ქრისტე და თქვა, რომ ვინც არ დაიბადება თავიდან ხელახლა, არ იშვება, ასე ამბობს სახარებაში, წყლისაგან და სულისაწმინდისაგან, ის ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ანუ ნახეთ, იესო ქრისტემ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანი შევიდეს ღვთის სასუფეველში. ანუ ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე ხშირად და ვიცით, რომ დავიბრუნოთ დაკარგული 60. ანუ პირველი პირობა
ადამიანის დაკარგულ სამოთხეში დაბრუნებისა პირველი ნაბიჯი არის სწორედ ნათლობა. ანუ ნათლობა იმისათვის, რომ ნახეთ რა ხდება, როცა ადამი და ევა შეცოდა, მათ დაკარგეს ნათელი. ანუ სამოთხისეული ნათლის განცდა დაკარგეს. მათთვის ღმერთი, როგორც უზენაესი ნათელი, რომელსაც სანამ შეცოდავდნენ, ელაპარაკებოდნენ. უკვე მათთვის უზენაესი ნათელი შეცოდების შემდეგ, უკვე გახდა ძალიან საშიში და აუტანელი. ანუ მათ უკვე ეშინიათ თავის შემოქმედის. აბა დავფიქრდეთ ჩვენ კარგად, ბავშვებო, როცა ცოდვას ჩავიდეთ, როგორ გვეშინია ხოლმე, როგორ ესეთ საკუთარ თავს ვემალებით ხშირად, ხო? აბა გიფიქრიათ ამაზე. ისი ბრალია ეს? იმის გამო, რომ ცოდვა რო ჩავიდინეთ, იგივე ასე თქვათ, ტკივილს განვიცდით და იგივე საშიშროებას ჩვენც ის იგივე განცდა გვაქვს, რაც ჰქონდათ ადამს და ევას. ანუ ის ვის წინაშე ჩაიდინეთ ცოდვა, შესაბამისად მას ეს არ მოსწონს. ახლა ვიღაცა შეიძლება თქვას არ მოსწონს და ნუ მოეწონება. მაგრამ ამით შეიძლება თქვათ ეს რამე რომ ნახეთ, კარგი, შენ შეიძლება ამას არ დაეძებ, მაგრამ იმას იმიტომ არ მოწონს, რომ შენთვის არის ეს საზიანი. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს არის მთავარი. ანუ ღმერთი მხოლოდ არ არის ის სული, რომელიც შენ გაკონტროლებს. არა, შენ გიფრთხილდება ღმერთი. შენ იცი ეს, რომ ღმერთმა გითხრა, რომ იცი რა, თუ ცოდვაში ჩავარდები და ცუდად მოიქცევი, შენთვის იქნება ეს ასე თქვა ცუდი. ადამსა და ევათანაც მივიდა და უთხრა თავიდან, რომ ესე იგიო, თქვენო ამას შეჭამთ, სიკვდილით მოგდებით. და ზუსტად ჩვენთვისაც ნებისმიერი ცოდვის ჩადენა და მისი ასე თქვა არ მონანიება ნიშნავს სიკვდილს. ხო? ანუ ჩვენში კლავთ სინდის, კლავთ კავშირს ღმერთთან. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ის მაინც ხომ მოკვდებით. არა, ის სიკვდილი სხვა სიკვდილია. აქ ჩვენ საუბრობთ სულიერ სიკვდილს, ანუ რომელიც ანუ კავშირის გაწყვეტაზე ღმერთთან. აი როგორც ადამი და ევა მოვიდა. კავშირის გაწყვეტა ღმერთთან, ანუ იმ გზის არჩევა, რომელიც არ იყო ღვთისთვის სათრო. და ნახეთ, იონე ნათლისმცემელი ან წინამორბედის სახით არის, ასე ვთქვათ, მოყვანილი, ხო, ნახეთ? იონე ნათლისმცემელი წინამორბედი და ნათლისმცემელი, ესე ვაუბრობთ, ხო? ანუ წინამორბედი ნაშიშავს ქრისტემდე წინ მოვიდა. მოვიდა იმისათვის, რომ ძველი აღთქმის ადამიანისთვის ესწავლებინა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. ის რომ ის აღთქმა, რომელიც ადამს და ევას დაუდო უფალმა ყოვლადწმინდა სამებამ, უკვე დადგა ის დრო, რომ მოვა ჩემს შემდეგ, რომელიც ჩემზე უძლიერესია და იყო ჩემზე ადრე. ნახეთ ახლა გამიმარტავთ ამას უცებ. ანუ ვიზე ლაპარაკობს? მან იონე ნათლისმცემელმა იცის, რომ უნდა მოვიდეს ხსნელი მესია იესო ქრისტე, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება, ანუ ერთ-ერთი ჰიპოსტასი, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პიროვნება ყოვლადწმინდა სამებისა და დადგა სწორედ ეს დრო, ეუბნება ებრაელებს, რომ დადგა ახლა ეს დრო, რომ მოდი შევხვდეთ მას ჩვენ. და რას ეუბნება, იცი ებრაელებს, რომ მე თქვენ გნათლავთ წყლით. თქვენ უბრალოდ აღიარებთ აქ ცოდვებს, ნახე მიდიან ებრაელები და აღიარებენ თავიანთ ცოდვებს. იმიტომ რომ უკვე შეწუხდნენ ძალიან თავიანთი ცოდვებით. ადამიანები ძალიან ცუდ დღეში არიან, სანამ ქრისტე მოვიდა მანამდე. იმიტომ რომ ცოდვებისგან ისე არიან დამძიმებული, რომ აი საშველს ეძებენ. ამიტომ ზუსტად მაგ დროს მოვიდა ღმერთი, რომ აი ბოლომდე რომ გაუჭირდა ადამიანს. და მიხვდა, რომ ამათ აღარაფერი ეშველება ჩემს გარეშე. იესო ქრისტე. მაგრამ ნახეთ, იონე ნათლისმცემელი მანამდე დაადგინა იმისათვის, რომ ამ ადამიანებისთვის უცხო არ ყოფილიყო უცებ მოსვლა იესო ქრისტეს. ანუ ნახეთ როგორი მომენტია, იცით? აი მაგალითად დიდი ხანი რო წავიდეს თქვენი მშობელი სადღაც, აი მაგალითად უცხოეთში იყოს ან ჩარში იყოს და იცი რა, შენ ემოციური ადამიანი რო იყო ძალიან და უცებ რომ მოვიდა შეიძლება გაგიჟდეს სიხარულისგან, მაგრამ ვიღაცა გეურება ისი ამ დღეებში
შენი მამიკო მოვა სახლშია, შენი დედიკო მოვა სახლში და შენ რო ემზადები, აი თელი, აი იმით შესახვედრა. აი მომზადებული რო ხარ გულით და სულით, რომ აი ნეტა როდის შემოვა, აი ნეტა როდის მოვა, რომ ჩავეხუტო, რომ აი და შეიძლება სიურპრიზის მოუწყო, რაღაცა დაახვედრო და ასე შემდეგ, ხო? ანუ მოლოდინის განცდა რო ქონოდათ ადამიანებს, ასე თქვათ, იონე ნათლისმცემელი მათ ეუბნება, რომ მოდის ისეთი ვინმე, რომელიც ყოველთვის იყო, ჩემზე წინ იყო. და მოვა აქ და ის მერე მოგნათლავთ თქვენ სული წმინდით. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში უკვე ღვთის მადლი შემოვა თქვენში. ანუ ნახე რა ხდება ჩემო კარგებო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნათლობით ჩვენში აღდგა, ნახეთ, ის სულიერი კავშირი, რომელიც გაწყდა ადამსა და უფალს შორის. ანუ 64-ში სადაც იყვნენ, ხო გაწყდა კავშირი. მაგრამ მონახე იესო ქრისტეს მოსვლა ნიშნავს უკვე ისევ ამ კავშირის აღდგენას. მაგრამ განსხვავება აქ იცით რა არის? უბრალოდ ეს კავშირი აღდგა უფალსა და ჩვენ ცოდვილ ადამიანებს შორის. ნახე როგორ უყვარვართ ღმერთს. ახლა უკვე ღმერთს ის კი არ მოუთხოვია თქვენ ადამივით, პირველი ქმნილი ადამივით უცოდველები იყავითო. არა, მე ვიციო თქვენი უძრულებაო. ვიცი მე თქვენი დაცემულობაო. ვიცი რომ თქვენ ჩემს გარეშე ვერ შეძლებთო და მოდი ახლა მე აღვადგენ ამ კავშირს თქვენთან, სულიერ კავშირს. ოღონდ ცნებებს დაგიდებთ. ცნებებს, ანუ გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ სულიერი ნათელი, ანუ სულიერი კავშირი ჩემთან. ნახეთ, და ჩვენ ხო გვაქვს სახარება, ოთხთავი. ხო გვაქვს, ასე თქვათ, მოციქულთა საქმეები. გვაქვს მოციქულთა ეპისტოლეები. ეს ყველაფერი ძველათქმასთან, ასე თქვათ, მიმართებაში, ყველაფერი არის ჩვენთვის უფლის სიტყვის მასწავლებელი. ანუ უფლის სიტყვას გვასწავლის ჩვენ. გვასწავლის რას? იცი რომ ის ნათელი, რომელიც ადამსა და უფალს შორის გაწყდა, ჩვენ შორის აღარ გაწყდეს, აწი აღარასოდეს. მაგრამ ნახეთ, ახლა გეტყვით იმას, რომ როცა იონე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ მოვა ჩემთან, ანუ რომლის და რასაობს იცი? ის ყოველთვის იყო და მისიო, ნახეთ, მისიო თასმების გახსნის ღირსი, ანუ ღირსით კი არ ვარ მეო, იმდენად წმინდა იქნება, ის არის ისაო, ანუ იმდენად დიდია ჩემზეო. და ნახეთ, მე გნათლავ წყლით და ის მოგნათლავ თქვენ სული წმინდითო. და როგორც გითხარით, იმის შემდეგ აღდგება თქვენ შორის სულიერი კავშირიო. და მე აი გეტყვით მე ნათლობის შემდეგ რა არის შემდეგი ნათლობა. ანუ დაიმახსოვრეთ ეს რასაც ვამბობ. ორი ნათლობა არ არსებობს. უბრალოდ ამას რატო ვამბობ გეტყვით. ნახეთ იესო ქრისტე მოვიდა იორდანეში და რომ მივიდა იონე ნათლისმცემელთან. იონე ნათლისმცემელი, ანუ მიხვდა რომ თურმე ეს ყოფილაო. განა არ იცოდა რომ იესო ქრისტე ცოცხალი იყო, იმიტომ რომ როცა იონე ნათლისმცემელზე თავისი დედა ორსულად იყო, 6 თვის ორსულად იყო, მაშინ დაორსულდა ზუსტად სულიწმინდის მადლით ჩვენი დედა ღვთისმშობელი. და მივიდა ელისაბედთან. ელისაბედი ერქვა იონე ნათლისმცემლის დედას. მივიდა მასთან სტუმრად, ნათესავები იყვნენ, ისინი ხორციელი ნათესავები. გესმით? და რომ მივიდა მასთან, ხო, აი ესეთი დიდი სიხარული გამოთქვა იმან ელისაბედმა, რომ ესე იგი მოვიდა ჩემთან ღმერთის დედაო. რამე თუო ჩემ მუცელშიო, ჩემაშ მეო შეკრთაო, ჩემი შვილიო. და დიდი სიხარული ვიღძენი და დიდი ბედნიერება. და ნახეთ, იონე ნათლისმცემელი და მაცხოვარი იესო ქრისტე ორივე ანუ ასე ვთქვათ 6 თვის იყო, როგორც გითხარით, იონე ნათლისმცემელი დედის მუცელში და უკვე ახალი ჩასახული იყო სულიწმინდის მადლით დედა ღვთისმშობლის წიაღში მაცხოვარი. ანუ ისინი მუცლად ყოფნის დროსაც შეხვდნენ პირველად ერთმანეთს. და ნახეთ,
და იმიტომ ამ ნათლისმცემელს ჰქონდა ღვთის მადლი, იმის გარეშე ხო ვერ გააკეთებდა ამ ყველაფერს, რასაც აკეთებდა. და იცოდა კიდევაც იესოს შესახებ და როცა მივიდა მასთან იესო, აი მერე განცხადა იოანე ნათლისმცემლისთვის, რომ ის იყო მესია, თუ არა მანამდე არავინ არ იცოდა, რომ იესო ქრისტე მესია იყო. ანუ ქრისტე იყო. იმიტომ რომ იოსები და მარიამის დიდნენ და გაგახსენებთ ერთ მომენტს. გახსოვთ, როცა მაცხოვარი მიდის იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე და დარჩება იქ, დაეკარგებათ და 3 დღის მერე რო იპოვნიან. და მიდის დედაღვთისმშობელი და იოსები და ეძებენ და იპოვნიან და ეტყვიან, შვილო, რატო განერვიულეო, ამდენიო, სად იყავიო, დაკარგულიო, ჩვენო გეძებდითო და იცი რა უთხრა იესო ქრისტემ? 12 წლის იყო მაშინ. არ იცი თუ კაცო, ჩემი ადგილიო ეკლესიაში რო არისო? ეს არისო ჩემი ისაო და მაშინო მისი დედა და მისი მამა ამ შემთხვევაში იოსები რო ვერ მიხვდენო. რა თქვაო? იმიტომ რომ ბოლომდე ნახეთ, დედაღვთისმშობელი რა თქმა უნდა ყველაფერს განიცდიდა, თუმცა ბოლომდე ისინიც ვერაცნობიერებდნენ, ასე თქვა, თავიდან ბოლომდე იმ მდგომარეობას, რომ მათი ხელით იზრდებოდა ღმერთი, ან ღმერთკაცი. გესმის და იოანე ნათლისმცემელმაც ხო იცოდა ეს, რომ ღმერთკაცი იყო, ვიღაცა იყო ღმერთკაცი, მაგრამ თუ იესო იყო არ იცოდა და როცა წარდგა მის წინაშე და გაეღიმა და თქვა და გადმოვიდა მასზე მტრედის სახით, სულიწმინდა და ზეციდან იყო ხმა, ხო, აი როგორც მოგასმენინეს. ახლა ხო იყო მულტფილმში, ხო რაღაც ანიმაცია იყო და ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ და ამას უსმინეთ. და აი განცხადება, ამიტომ ქვია ჩემო კარგებო, რომ იესო ქრისტე მოვიდა როგორც ერთი წევრი ამ შემთხვევაში სამებისა. სულიწმინდის მადლი მოვიდა იესოზე მტრედის სახით, როგორც მეორე პიროვნება სამების წევრისა. და მამა ღმერთის ხმა გაისმა ზეციდან, როგორც მესამე წევრი ამ შემთხვევაში სულიწმინდისა, ისა სამებისა. და განცხადდა სამება, ანუ წარმოგიდგენიათ, რომ სამება ღმერთი განცხადდა ჩვენ თვალწინ. ადამიანთა თვალწინ განცხადდა ეს. და ცოცხლად განცხადდა. ანუ ამას ბევრი ადამიანი, ბევრი სექტანტები და ისინი არ აქცევენ ყურადღებას. და ნახეთ, მეო, შენგან უნდა მივიღო ნათლობაო, იოანე ნათლისმცემელი ეუბნება. იმიტომ რომ შენ ხარ ქვეყნიერების შემოქმედიო და მე უნდა მოგნათლო, შენო გაუყვირდა. იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელი ძალიან თავდაბალი. მაგრამ ნახეთ რა შეუნება მაცხოვარი. რჯული უნდა ახსრულდესო. რჯული სწორედ არის რა? თუ რჯული არ ახსრულდება, არ აღსდგება კავშირი. ის დაკარგული კავშირი, რომელიც გითხარით, ნათელი ღმერთსა და ადამიანს შორის, ადამიანს შორის და ღმერთს შორის რო გაწყდა, ის კავშირი ზუსტად უნდა ახსრულდეს ჭეშმარიტი რჯულის ახსრულებით. უნდა მოხდეს. და კარგიო უთხრა იოანე ნათლისმცემელმა დაუქნია თავი, იყოსო ნება, ანუ ნახეთ როგორი დაემორჩილა და როგორ თავდაბალი იყო, იყოს ნება შენი. მაგრამ ნახეთ როგორ ამბობენ წმინდა მამები, განა იესო ქრისტეს უნდა ჭირდებოდა ნათლობა, როგორ უნდა შვილებო ნათლობა როგორ დაჭირდებოდა. იმიტომ რომ ღმერთი იყო და ღმერთს რა თუნდა ნათლობა. ნათლობა ჭირდება ცოდვილს, უცოდვილს რა თუნდა. მაგრამ ნახეთ, არაო, იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელი მონათლა და იოანე ნათლისმცემლის სახით ყველა ადამიანი მოგნათლა. ყველას მოგვინა ნათელი და სწორედ იოანე ნათლისმცემელი იყო პირველი, რომელმაც აღადგინა ნათელი, დაკარგული ნათელი ადამიანსა და ღმერთს შორის. და აი სწორედ იოანე ნათლისმცემელმა თქვა, რომ აი ჩემს შემდეგ მოდის ჩემზე უპირატესი, რომლის თასმების გახსნის ღირსიც კი არა ვარ მე. ამიტომ ნახეთ, ნათლობა არის ხელახალი დაბადება. ანუ დაბადება მარადისობისთვის და დაბადება ქრისტესთვის. ანუ იმ გზისთვის, რომელსაც თვითონ მაცხოვარი ამბობს, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. ნახეთ, და თუ ადამიანი მოინათლება, ის აღთქმასდებს
ასე თქვა ამბობს, შეუდგები ქრისტესა, სამჯერ იმეორებს, შეუდგები ქრისტესა, განაგდებ სატანას, განვაგდებ სატანასა, სამჯერ ამბობს, განვაგდებ და მერე წამს ამბობს, ანუ ჭეშმარიტი ჩვენ სიმბოლოს, რომ იქნება ნამდვილი მართლმადიდებელი. და ნახეთ, ადამიანი ხო ერთხელ ინათლება. წეღარო გითხარით მე, ნათლობა მოხდა, მაგრამ მერეც ხდება ნათლობა თქვა. გაგახსენდათ? ანუ რა ვიგულისხმე იცით? როცა ადამიანი მოინათლება, მხოლოდ ერთხელ ინათლება. თუმცა ნათლობის განახლება, ანუ იმ ნათლის განახლება ხდება აღსარების საიდუმლოდ და ზიარებით ქრისტესთან. ანუ რას ნიშნავს განახლება? ჩვენ ხო რო ვინათლებით, მერეც ხო ვცოდავთ. ნათლობის შემდეგ რამდენ ვცოდავთ? თან უამრავჯერ ვცოდავთ. და ადამიანს თუ უნდა რომ ნათლობის მადლი და ნათელი შეინარჩუნოს ქრისტესგან, მარა ჯამს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ამბობდეს აღსარებას, უნდა იწმენდეს თავის წოდებისგან უნდა იწმენდეს თავს იმისათვის, რათა ყოველი ზიარება იყოს ნათლობის განათლება, ანუ განახლება, იმისათვის, რომ ჩვენ მარა ჯამს აქაც ამ წუთის ოფელშიც და მომავალშიც კონდეს ის ნათელი კავშირი ქრისტესთან, რომელიც თვითონ მოინდომა ქრისტემ ჩვენთვის, რომ ჩვენ ნათლის და სიხარულის და ბედნიერების გარეშე არ დარჩენილიყავით. ამიტომ ნახეთ, ნათლობა არის უდიდესი მოვლენა. თავისთავში არის უდიდესი მოვლენა და ნათლობა იწყება ეკლესიაში ყველა საიდუმლოს თანამონაწილეობა. პირდაპირ ღმერთი უხილავად მოქმედებს ამ დროს და აღასრულებს ჩვენი სულის გადარჩენას, ანუ ჩვენი წოდების მიტევებას. და ნათლობის დროს ყველა ცოდვა, რომელიც ადამიანს ჰქონდა და რომელმაც ცოდვაც გაწყვიტა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, ის ცოდვები ჩვენ მიგვეტევება და აღსდგება ნათლობით კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის. ურად და ღვინოთ იქცევა, რომ ჩვენ მივიღოთ პური და ღვინო, ეს პური და ღვინო სასწაულებრივად, ღვთაებრივად გადაიქცევა ნამდვილ ღმერთად და ადამიანში შემოდის ღმერთი. ანუ ჩვენ ხო ღმერთთან კავშირით გაუწყვიტეთ, 64-ში რო ჩავიდინეთ ცოდვა და ამით ფაქტობრივად იმის აღდგენა ხდება, რაც ჩვენ დავკარგეთ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ აი ჩვენი ქართული იდეის მთავარი სათქმელი იცით თქვენ, რომ ქართული იდეა მოიცავს სამ მთავარ ფასეულობას, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი და პირველ რიგში ღმერთის სიყვარულში შედის ის, რომ ჩვენ კვირაში ერთი დღე, ანუ შაბათი და კვირა, შაბათი ლოცვის დღე და კვირა წირვის დღე, ყველა საქმე გადავდოთ, მიუძღვნათ ღმერთს და ასე ზიარებით შევეგებოთ წირვა ლოცვას. აი ეს მინდა გითხრათ ასევე, რომ ჩვენი პატრიარქის კურთხევა არის, რომ იმდენად გაძლიერდა ბოროტი ძალა ადამიანის წინააღმდეგო, რომ გვაკურთხებს და მოგვიწოდებს დიდებით და პატარებით, რომ ყოველ კვირა ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ბარემ ახალი ბავშვებისთვის ვიტყვით, რომ სამშობლოს თემა ჩვენ გვასწავლის, რომ ვიზრუნოთ დედა სამშობლოზე, რომელიც დღესდღეობით შეუძლოთ არის და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება. ჩვენ შეგვიძლია ისწავლოთ ჩვენი ისტორია, ჩვენ შეგვიძლია გაუფრთხილდეთ ჩვენს მეტყველებას, ენას, გაუფრთხილდეთ გულს, არ დავანაგვიანოთ, არ დავთვალოთ, არ გავაჭოჭყიანოთ. აი ეს სხეული ჩვენ რომ მოგვეცა, ეს სხეული უნდა ვაქციოთ სულიწმინდის ტაძრად. იმიტომ რომ მასში უკვდავი სული დაავანებული ღმერთის მიერ და ჩვენ ამ ტაძარს უნდა გაუფრთხილდეთ. უნდა ამ ტაძარში, ესე იგი, სიწმინდე შევქმნათ, სისუფთავე შევქმნათ. აი ადამიანი, რომელიც ცუდი სიტყვებით მეტყველებს, აი ბილწის სიტყვებით, ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს,
ადამიანი, რომელიც სხვას ამცირებს და ასცინის ან ჩაგრავს და ასე შემდეგ, ამ სხეულს, როდესაც ცუდად ექცევა, ეს იგივეა, რომ ტაძარი დაანაგვიანოს კაცმა და ჭუჭყი შეიტანოს ტაძარში. ტაძარში რომ ჭუჭყი და ნაგავი შევიტანოთ, იქ ხო ისეთი ცუდი სუნი დადგება, ვეღარ გავჩერდები. აი ესეთი ტაძარი არის თქვენი სხეული. და ჩვენ რო უფლის წინაშე წავსდგებით, როგორც ტაძარს, ისე შეაფასებს ღმერთი, ესე იგი ჩვენ მდგომარეობას და ჩვენ სულს იმის მიხედვით გაასჯის, როგორც ჩვენ მოვეკეცით ჩვენ სხეულს. აი ასეთი მნიშვნელოვანი. ესე იგი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დედიკოს განსაკურნად და ფეხზე დასაყენებლად და ასაღორძინებლად, არ უნდა მივატოვოთ იგი, შეძლების დაგვარად, რაც გვევალება, ის გავაკეთოთ პირნათლად, დედიკოს მოусმინოთ, მოვეხმაროთ სახლის საქმეებში, ვისწავლოთ, რაც გვევალება და ასე შემდეგ ყველაფერი და ბოლოს მესამე, ეს არის ადამიანი. აი ადამიანობაში კი ჩვენ გველოდება, რომ გვევალება ღვთიდან, რომ ერთმანეთს ქილიკით კი არ მოვექცეთ, ერთმანეთს ცუდი სიტყვები კი არ მივწეროთ და ერთმანეთს გასართობად კი არ მოვეპყრათ, ან ჩვენ და სასარგებლოდ კი არ გამოვიყენოთ ერთმანეთს, არამედ გვიყვარდეს, როგორც ღმერთმა შეგვიყვარა ჩვენო, აი ასე თქვა. როგორ შეგვიყვარა ღმერთმა? თავგანწირვით შეგვიყვარა. რას ნიშნავს იცი თავგანწირვა? აი შეიძლება მე ჩემი თანხა გავწირო, მინდოდეს რაღაცის ყიდვა, მაგრამ ვიცოდე, რომ ერთ-ერთ ჩვენ მოგობარს უჭირს წამლის ფული არა. ამიტომ მე აღარ ვიყიდო ის ჩემთვის საჭირო ნივთი და იმას დავეხმარო წამლის ყიდვაში. ანუ გავწირო ჩვენ. შეიძლება დავინახო, რომ ვინმეს დასათმელი არა აქვს და მე გავიხადო ჩემი და მივიცე და მას ვაჩუქო. ასევე მე შემიძლია დავინახო, რომ მას უჭირს, მივიდე და ჩავეხუტო და სითბო და სიყვარული მიუტანო. აი დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ეს გვევალება, რომ ჩვენ ისე ჩვენში ქართულ იდეას ვერ გავაცოცხლებ. ეს არ გეგონოთ, რომ რადგანაც ქართველები ხართ, თავისით გაცოცხლდება ქართული იდეა. ამას ჭირდება შრომა, ამას ჭირდება ბრძოლა, ამას ჭირდება სწორი მოქცევა. ეხლა მინდა დასკვნის სახით გითხრათ, რომ რა გამოგვივა არ ვიცი, მაგრამ კახეთში თანაფიქრი გვაქვს განვახორციელოთ ფეხით მსვლელობა ერთ-ერთი ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისკენ, რომელიც არის მონასტერში, ტყეში არის, კალაუში, გურჯაანის რაიონში ასეთი განსაკუთრებული ტაძარია ღვთისმშობლის სახელობის. იქ ეხლა მსახურება აღარ არის, დიდი უზარმაზარი ტაძარია, ტაძარი ფეხზე დგას, მაგრამ კარები კი არის დაკეტილი და გადახურულია ყველაფერი, მაგრამ ჯერ კანკელი არ არის და მონასტრად არ არის ცეული. თუმცა მამა ილია ჯანიაშვილი აღწევს ხოლმე ყურადღებას და წელიწადში რამდენჯერმე ავდივარ და წირვალოცვას ვიხდით ხოლმე. რამდენად გამოგვივა არ ვიცით, მაგრამ აი ეს დღე, ვინაიდან ხარების დღე არის და სიხარულის მომტანი დღე არის, ჩვენ ასეთი რამე ჩავიფიქრეთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში ავარჩიოთ ერთი გაჭირვებული ადამიანი, ნატალიკო, აი მე უკვე არჩეული მყავს, ვისაც მიუძღვნი, აი ამ და გადავწყვიტოთ, რომ ფეხით ავიდეთ ამ მონასტერში. დავით არის ტყეში, 7 კილომეტრი ყოფილა ტყიდან. რა თქმა უნდა, ადგილი არ იქნება. თან იცით, რომ ღამისთევაა კალაუში ხარება დღეს და ბევრ ადამიანს ისიც კი გადაწყვეტილი გვაქვს, რამდენად გამოგვივა, რომ ღამისთევაზე დავდგეთ და ვეზიაროთ, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ სოფელ კალაურში სწავლებაა, იცით, გადავწყვიტეთ, რომ 12 საათზე გაკვეთილი ჩავატაროთ სამშობლოსცოდნეობის და ხარებაზე ვისაუბროთ, რას ნიშნავს ღვთისმშობელზე კიდევ კარგად გავიხსენოთ, როგორ უყვარვართ ჩვენ დედას, როგორ გველოდება, რომ მზის გულები გადაუშალოთ და როგორ გვიყვარს ღმერთი, როგორ გვიყვარს ერთმანეთი და სამშობლო, აი ასე დავანახოთ დედას და ჩვენი გულიდან ეს სიტყვა გაუგზავნოთ. და მერე კი თუ გამოგვივიდა 2 საათი ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს, რომ
მერე წავიდეთ ფეხით, ტყე ვიაროთ და აი ამ ტაძარში მიიტანოთ ჩვენი სიყვარულით სამსებულები და ივი მასწავლებელო. აი მე ჩავიფიქრე ერთი ჩვენი მეგობარი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ერთად ვიცით, რომ მას უჭირს ჩვენი დახმარება სჭირდება სულიერი ამ შემთხვევაში თანადგომით და მე აი ეს ადამიანი ჩავიფიქრე. შენ მიხვდებოდი, მე ჩავიფიქრე, საიდუმლოა, მე ამას არ ვიცახი და ბავშვებსაც ვინც ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, მოუწოდებ, რომ თავის ცხოვრებაში გადახედონ და აი ვისი გახარება და გაბედნიერება, ვის უჭირს, რომ ვინ გავაბედნიეროთ და ვის შეიძლება გაუნაწილოთ ჩვენი გულის სითბო და მე ასეთი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ როცა გავისარჯებით და ლოცვით ავარდეთ ტყეში ამ ტაძართან, დაუჩოქებთ, გულს დავადეთ, კედლებს დავკოცნით, რომ დედა ღვთისმშობელი შეგვეწევა ზეციდან და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჩვენ ისე რომ თვითონ არიციან და ჩვენ ამ სითბოს და სიყვარულს გავიღებთ, აუცილებლად მოხდება დიდი სასწაული და დედა ღვთისმშობელი მათ გულში სასწაულს მოახდენს და გაახარებს, იმიტომ რომ ეს დღე არის ხარება გახარების დღე. აი დააკვირდით ქართულ სიტყვას ხარება. ხარებას ძირში, ფესვში სიხარული უდევს. ესე იგი მისი მიზანია, რომ გაახაროს გულით ადამიანი. აბა ილია ბიწაძე რა სიტყვის ხელი აქვს აწეული და ილია ბიწაძეს ისეთი არა, ხელი რო ქონდა აწეული, მეთქი რამე ხო არ ვიცი. ახლავე ჩაურთავ ილიას და ნინო მასწავლებელმა დაგვიწერა, რომ მეხუთე კლასელები ეზიარნენო და გამრავდითო ტაძარშიო და როგორ გამიხარდა. იდება უფალ, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ილია ჩაგირთე. ილია. აი, არაფრის თქმა არ მინდოდა. ხო, ჩვენთან არის ერთი ძალიან კარგი ანსამბლის ხელმძღვანელი ჩართული, კენარი, ასეთი ანსამბლი არსებობს და იცით რა მოხდა ბავშვებო? გაკვეთილი და ჩავატარეთ, ძალიან ლამაზი და მაგარი ბავშვები ყავდათ, ძალიან მაგარი, როგორც სხვაგან. ხო და მერე ნინო მასწავლებელმა, მაგათმა პედაგოგმა, იცით რა გააკეთა? ეს ბავშვები მწკრივში დააყენა და გაკვეთილის მერე ყველანი წავედით ლოცვაზე. და მამაშალვამ ესამდენი ბავშვი რომ დაინახა, ძემლები წამოვიდა და გულში ჩაგვეხუტა ყველას. აი ასეთი მაგარი მასწავლებელი შემოგვიერთდა და მე მერე გაგაცნობთ რა თქმა უნდა ნინო მასწავლებელო. აბა თამარ ვურთავდი ხმას კი და არ ჩართო და აბა ნინომას იქნებ ჩართოთ ხმა. თქვენც უნდა ჩართოთ თქვენი ხმა და მოგვესალმეთ და ჩართული. მათე საცხოვროთ თქვენ. თბილისში. თბილისში ხარ? თქვენ წინაზეც იყავით, ხო ხევსურები ვართო რო იძახით, ეგენი ხარ? ძალიან კარგი. ხო, აბა გვითხარი, აი შენ ნათლიას რა ქვია თუ იცი? ხახა. ხახა რა გვარია? ბოჭლამაზაშვილი. აჰა. სად ცხოვრობს? ჩვენთან ახლოს. თბილისში? თბილისში ცხოვრობს. აბა შენ თუ იცი, შენი ნამდვილი დაბადების დღე თუ იცი, რომელია? ქრისტეში დაბადების დღე. მადლობა. ხო და როდის არის თუ იცი? არ მახსოვს. ხო და აი ახლა ნახეთ, აბა ვინც თავისი ნამდვილი დაბადების დღე იცის, აი ჩვენ ბავშვებო, ქრისტეში დაბადების დღეს არ ვიხდით. ისე დაბადების დღეს ვიხდით ხოლმე და ყველაზე მაგარი დაბადების დღე ქრისტეში დაბადების დღეა. ეხლა თქვენ სანამ ახალგაზრდა მშობლები გყავთ, სანამ ახსოვს თქვენ მშობლებს, როდის მოინათლეთ, სასწრაფოდ დავალება გეძლევათ, რომ ყველამ გადაამოწმოთ, გაიგოთ, რომელია თქვენი ნამდვილი ქრისტეში დაბადების დღე და მერე უნდა აღნიშნოთ. აი მათე შენი აზრით ღმერთს ყველაზე ძალიან როგორ გაუხარდება, როგორ უნდა აღნიშნო შენ? ტაძარში წასვლით. ყოჩა, აი ყოჩა. ტაძარში უნდა წახვიდე მაგ დღეს, ეზიარო
და კიდევ ვინ უნდა მოიწვიოს სტუმრად მაგ დროს? ნათლია. ყოჩა. და იმ ნათლიას უნდა ჩაეხუტო, მოეფერო, გამოკითხო, როგორ ახარ ჩემო ნათლია. იცით ჩვენ წინაზე რომ გამოვიკვლიეთ, აღმოვაჩინეთ რომ აი აქ არიან მეოთხე სკოლის ბავშვები, მაგათანაც დიდი ღონისძიება გვაქვს დანიშნული. აგე ბარბარე არის აქ საყვარელი ხო? რუსთაველები ჩემი და იცით რა დავადგინეთ? 40 ბავშვი აღმოვაჩინეთ რომ 30-მდე ბავშვმა არ იცოდა თავისი ნათლია სად არის. ცოცხალია, რას აკეთებს, რა ქვია, ზოგმა სახელები გაიხსენა, მაგრამ სად არის ეხლა? ზოგმა საერთოდ ნათლობის მერე აღარც კი მინახავსო თქვა და ამიტომ დავისახეთ ასეთი ამოცანა რომ მოდი ვინაიდან ისინი არ გვკითხულობენ, ჩვენ მოვიკითხოთ როგორ არიან. იქნება ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, აგერ ჩვენც მოგეხმარებით. გავარკვიოთ, იქნებ რა უჭირთ, იქნება ჩვენი ლოცვა როგორ შეეწიოთ, იქნება რაში შეგვიძლია დახმარება, ეგრე რომ მარტო ნათლიას კი არ ევალება რომ ნათლულზე იზრუნოს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნათლიას ევალება, რომ იზრუნოს ნათლული როგორ ეკლესიურად ცხოვრობს, როგორ სულიერად ცხოვრობს, როგორ ღვთის წიაღში ცხოვრობს, ეკლესიის წიაღში, რამდენად ხშირად ეზიარება, რამდენად ცდილობს რომ ღმერთის საკითხები შეისწავლოს, შეიყვანოს და აღასრულოს. მაგრამ ასევე ჩვენ რა თქმა უნდა გველვალება ვიზრუნოთ ჩვენი ნათლიებისთვის. ვინ იცის როგორ ჭირდება ჩვენი დახმარება. გამარჯობა. გამარჯობა ჩემო საყვარელო. ვაკო ხარ? არა, ალექსანდრე ვარ, უბრალოდ მოახმოწერია. აბა კი ბატონო, ალექსანდრე რა გვარი ხარ? რამიშვილი. სად იყოფები ხო? კენარიდან ვარ. სადაო? კენარიდან, ანსაბლი კენარი. კი ბატონო, თბილისში ხარ ესე იგი. დიახ. მახსოვ ხარ, აი რა ყოჩანკი ხარ. აბა ალექსანდრე, შენ ახლა მითხარი შენ ნათლიას რა ქვია? ნათლია გიორგი. გვარი იცი? კინწარიშვილი. ყოჩანკ ნახე რა მაგარი კაცია ალექსანდრე. აბა შენ მითხარი შენი ნამდვილი დაბადების დღე, ქრისტეში დაბადების დღე თუ იცი? არა. არ იცი და აი დავალება რა გვაქვს ის გაიგე რა გვაქვს დავალება რა უნდა გავარკვიო. რა. აბა ვინ დაეხმარება, ვინ გაიგო დავალება რა გვაქვს. მართა ასანიძე გვეტყვის ახლა და თან თვითონ რა გაარკვია. რაღაცის თქმა უნდა და ბავშვს მე მგონი კიდე. ის კაცი მოვიდა ჩვენთან ანსაბლი კენართან და მაგის მერე ჩავაბარე პირველად დღეს აღსარება. აი ამ კაცზე იძახის, შემზე იძახის, მე ვივედი მაგათთან. დიახ. გავკეთილი ჩაუტარე, გახსოვს კვარტზე რო ვისაუბრე. დიახ. იმის შემდეგ აღსარება ჩაუბარებია და აი ეგ გვაუწყა. დიდი მადლობა, რა კარგი ამბავი. ხვალ ეზიარები ალექსანდრე? დიახ. ოჩაღაი, როგორ გაგვახარა? ეგ ძალიან სასიხარულო ამბავი. მამას ჩალვასთან ვიზიარ. მამა შალვასთან, ეს მამა შალვა კეკელია, შემოძვიფასებოდ კეკელია. და დიდი მადლობა, ესეთი კარგი ამბავი რომ გითხარი. მადლობთ ალექსანდრე, დიდი მადლობა. ნახვამდის. აბა ეხლა ალექსანდრე მოусმინე ერთი დავარნება რომ გაიგო რა გვაქვს შემდეგი შაბათისთვის. აბა ვინ ეტყვის, ხელს ვინ აწევს და თან ვინ მოყვება, თვითონ რა გაარკვია და მართას ხო უთხარი ასანიძეს თამარ? მას ჩვენ დავალება გვაქვს რომ და გავარკვიოთ როდის მოვინათლეთ და დავაბადეთ ქრისტეში. თუ შენ გენაცვალე. კიდე რა უნდა გავარკვიოთ? მას ჩვენ ნათლები სად არიან და როგორ არის? შენ გენაცვალე. აბა შენ ხო არ იცი შენ ნათლიას რა ქვია? დიახ, მას ნინო ჯულაყიძე, მაგდა ქარქაშაძე და ზვიად ლომსაძე. ედაო, გაურკვევია, რა მაგარია, მართა. მართა, შენი ნამდვილი დაბადების დღე როდის არის? 26 ოქტომბერს.
ხედავ რა მაგარი არის 26 ოქტომბერს. ყოჩაღ რა მაგარი გოგო ხარ, დიდი მადლობა. ილიამაც გითხრას, ჭია თუ რა მაგარი არის. საღამომშვიდობს. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. ჩემი ქრისტეში დაავადება არის 9 აგვისტოს. ვაჰ. ნათლიები? ილია მელქაძე და ჟანა შუკაკიძე. აჰა, ხედავ როგორ იციან ბავშვები. საცხოვრობენ ილია? ნათლიები ერთი ცხოვრობს გერმანიაში და ერთი თბილისში. აჰა, ესე იგი, ეხა შენ მაგარი ლოცვა გჭირდება, რომ შენი ნათლია დააბრუნო საქართველოს. მაგარი ლოცვა გინდა. დინა რომ დააბრუნო? დიახ. ყველა ზაფხულზე ჩამოდის. ყველა ზაფხულზე ჩამოდის. ზაფხულზე რომ ჩამოდის, მასე არ გვაწყობს ჩვენ. აქ უნდა იცხოვროს და ბევრი შვილები მე თვითონ იქ ვარ დაავადებული გერმანიაში. აჰა, ძალიან კარგი. რომელ ქალაქში ხარ დაბადებული? დიუსელდორფში მოინათლე. დიუსელდორფში მოინათლე. დიუსელდორფში ხო ვიცი კაცო. ჩემი ქრისტიანული დაბადების დღე არის 27 აპრილს და ჩემი ნათლის სახელია დალი გაგაძე. ყოჩაღ ეკატერინე და იცი საყვარელო ეკატერინე, ეხლა კვირაცხოვლობას მოუწია შენი ნამდვილი დაბადების დღე. კვირაცხოვლობა არის ნამდვილი აღდგომა, იცით რომ 20-ია დღეს, ერთი კვირის მერე 27 აპრილი არის კვირაცხოვლობის დღესასწაული და აბა შენ ყველაზე კაი ზეიმი გექნება. მადლობა. დიდი მადლობა. ლექსომასწავლო, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ლექსია იყო მამაზ ზაქარიას, დიდი მადლობას მოუხდი. გაიხარეთ. ბევრი რაღაცები ვისწავლე მე თვითონ. ჩვენმა პატარა მეგობრებმა თვალებზე ეთყობათ, რომ რამდენი რამე გაიგეს. აქ არის ერთი ესეთი საოცარი ამბავი. ერთ-ერთი სამრევლო ტაძრის წინამძღვარი მივიდა, აი სამრევლო ტაძარი არის ის, რა ჩვენ გვაქვს ფერისცვალების ტაძარი. ერთ-ერთ მონასტერში მივიდა. ეს ხდება 1891 წელს. ესე იგი, რამდენი წლის წინ მომხდარა? რამდენი წლის წინ მომხდარა? აბა ცოტა. 151 წლის წინ. მოხდა ესეთი ამბავი, რომ ეს კაცი მივიდა და ეხლა მისვლის მიზეზი რა იყო? თურმე ერთხელ ამ სასულიერო პირის შვილი, აი ეს გოგონა, სადღაც ყოფილა სტუმრად წასული. და ის თავის თანატოლებთან ერთად აივანზე იდგა და მივიდა ერთი გაჭირვებული ბიჭი, რომელიც ვერ მეტყველებდა, მუნჯი იყო. და რაღაცა დახმარებას ითხოვდა. და ამ გოგონამ, ნახე რას აკეთებს, ამ გოგონამ დასცინა. იმის გამო, რომ ეს იყო მუნჯი. და შემდეგ ერთშვენიერ დღეს ამ გოგონამ რომ გაიღვიძა, აღმოაჩინა რომ თვითონ ვეღარ მეტყველებს. დამუნჯდა თვითონ. იმის გამო რომ იმ გოგონას დასცინა. და რომ წამოჯდა ლოგინიდან, მშობლები ატყობენ რომ ვიღაცას ელაპარაკება ეს ბავშვი. და მერე გამოარკვიეს რომ თურმე ანგელოზი ეუბნაოდა რომ ღმერთმა სადაღარ წაიყვანეს მოკლედ რა ექიმებთან არ მიიყვანეს, რა წამლები, მაგრამ ისინი ეუბნაოდნენ ექიმები რომ ყველანაირად ჯანმრთელია თქვენი შვილი. სამედიცინო მხრივ რო შეხედოთ, არანაირი პრობლემა ამ ბავშვს არ აქვს, არ უნდა დამუნჯებულიყო ეს ბავშვი. ვერაფერს ვერ შველიან მოკლედ. და ერთხელაც მერე რომ გაიღვიძა ამ გოგონმა, ხედავ რომ ძილში ვიღაცას ელაპარაკება. და თურმე ანგელოზს უთქვამს რომ ღმერთმა შენი მშობლების ლოცვა შეისმინაო. ანუ ესენი ხოლო ცულობენ ახლა თავისი შვილისთვის რო ხდებიან რომ ექიმი ვერ შველის, იმიტომ რომ ექიმის სფერო არ არის ამის ავადმყოფობა. და ესენი ლოცულობენ და ღმერთმა შეისმინაო შენი მშობლების ლოცვაო და წადიო ამადამ მონასტერშიო, იქ ილოცეთო და შენო განიკურნებიო, დაგიბრუნდებაო ისევ მეტყველებაო.
ოღონდ ეგეთი რამე სხვა დროს აღარ გააკეთო და მართლაც მე ეს მონასტერში მივიდა მეთქი თავში რომ გითხარით რომ მივიდნენ იმ მონასტერში ამ გოგონას დაუბრუნდა მეტყველები და იმის შემდეგ არავისთვის აღარ დაუცინი. აი ახლა ჩვენ ახლა სკოლა ხო იწყება ცოტა ხანში, რამდენიმე დღეში სკოლა იწყება. სკოლაში ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ვიღაცას რაღაცის გამო დასცინიან. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ვინც ეს ნახატი დახატა დაუშვათ. ჩვენ რომ ავდგეთ და აი ამ ნახატის შემქმნელზე რომ ამ ნახატზე რომ გავიცინოთ. ვინ დარჩება შეურაცხყოფილი? ეს დახატულები? ვინც დახატა? ხო სწორია, ვინც დახატა. აი მაგალითად სიტყვაზე ვინც ეს გლობუსი გააკეთა. ჩვენ რომ გავიცინოთ რომ რანაირი გაუკეთებიაო. ვინ დარჩება შეურაცხყოფილი? ეს გლობუსი? ვინც გააკეთა, ხო მართალია? ხო და ადამიანი ვინ შექმნა? ხო და ჩვენ თუ ადამიანზე გავიცინებთ, ვის შეურაცხყოფთ ამით? აი ხედავთ ჩვენი დაციმას ადამდე მიდის. ამიტომ ამბობს სოლომო ბრძენი რომ ვინც საფყარს დასცინისო, მის შემოქმედს შეურაცხყოფსო. ანუ თუ შენ ხედავ რომ ადამიანს რაღაცა ფიზიკური ნაკლი აქვს არა? შენ თუ მასზე გაიცინებ, შენ სინამდვილეში იმაზე იცინი ხარ, ვინც ეს ადამიანი შექმნა. ანუ ვიზე? ხო და ეხლა თქვენ შეხედეთ, აბა შეიძლება რომ ადამიანმა ესეთი რამე გააკეთოს? თუ ადამიანს რაღაცა ფიზიკური ნაკლი აქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია. ის შეიძლება ბევრ სხვა ადამიანს ჯობდეს და შეიძლება ყველასაც ჯობდეს თავისი შინაგანი თვისებებით. ესმით აი რა შეასახა. თავარის კი არ არის ადამიანი გარეგნულად როგორ გამოიყურება. შეიძლება ძალიან ლამაზი ადამიანი იყოს. მაგრამ არ ვარგოდეს, არა ლოლა. ხო ეგრე. შეიძლება რაღაც ცუდი თვისებები ქონდეს. აი მათ შენ ერთი პატარა კუდრაჭას დაწერილი ცუდი თვისებები. აი მაგალითად აქ წერია რომ დაჩაგვრა წერია. შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ვიღაცებს ჩაგრავდეს. სილამაზე დიდი საცდურია საერთოდ. სილამაზე დიდი საცდურია. ადამიანი გარეგნულად რო ლამაზია, გონია რომ ყველას ჯობია. შეიძლება არავისაც არ ჯობია. შეიძლება ტყუილებს ამბობდეს. ეხლა ლამაზი გოგო რო იყოს და ტყუილებს ამბობდეს, რადგინა იმის სილამაზე, არა? ხო მართალია. არ ჯობია არ იყოს ისეთი ლამაზი, მაგრამ სიმართლეს ამბობდეს. რომელი უფრო უხდება ადამიანს? ლამაზი თმები რო ქონდეს თუ სიმართლეს რო ამბობდეს? აბა რა, სიმართლე უფრო უხდება. ტყუილი არ უხდება ადამიანს. ტყუილი არ უხდება, იმიტომ რომ ტყუილი ეშმაკის თვისებაა. ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, რომ აი ლამაზი კაბა რო გაციათ. მოდი მაგ ლამაზ კაბას დავარქვათ, აი ეგ სიმართლესავით ლამაზია ეგ კაბა. აი შენ რო გაცია, ნახე გულები რო ახატი. ეგ რო ტალახიანი იყოს, ისევე მოგიხდება? ხო და ეგ ტალახი არის ის ტყუილი, რომელიც არ გვიხდება ჩვენ. გესმით რა შეესახა? და აი ამ ტყუილს თუ მოვაცილებთ, მერე უკვე გვიხდება. მაგ კაბასაც თუ იმ ტალახს მოვაცილებ, უკვე გიხდება. გესმით რა შეესახა? აი მაგალითად შეიძლება ჯიბრიანი იყოს, მაგრამ ლამაზი იყოს. კარგი გოგო იქნება? არა. ჯიბრიანი რო იყოს, ყველა ჯიბში რო უდგებოდეს, ხო არ იქნება კარგი? ან მაგალითად შურიანი რო იყოს, ეგოისტი რო იყოს, მარტო თავის თავზე რო ფიქრობს, ეგოისტი ადამიანი. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს, მისი სილამაზე არაფერი აღარ არის. ნახეთ კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ. სოლომო ბრძენის სიტყვები რას ამბობს, იცით? ეხლა წარმოიდგინეთ, ღორი, ხო გინახიათ ღორი? მულტფილმებში ხო მაინც გინახიათ? ხო და ღორს რო აი საყურე რაც არის, თქვენ რო გიკეთიათ ხოლმე საყურე. ეგ რო გაუკეთო ცხვირზე ეს. რა, ღორი აღარ იქნება? იქნება. ხო მაინც ღორი იქნება. ხო და ნახეთ სოლომო ბრძენი ამბობს, რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზეო და რაღა უგუნური ქალის სილამაზეო. ანუ რას ამბობს იცით? როგორც ამ ღორს ის ოქროს რგოლი უკეთია, ისევეა რომ უგუნურ გოგოს, ანუ სულეს და ჯიბრიანს და შურიანს და ეგოის
მარტო გარეგნული სილამაზე რო გქონდეს. საით მიდიხარ ვაშკაცო. ჩვენი წესი ხო გახსოვს? ეგ წესი მოქმედებს და გავთქვი. ხოდა მარტო სილამაზე ადამიანს არ უშველის, ხო მართალია? ხოდა ადამიანი თუ გარეგნულად ლამაზია და სხვას დასცინებს, ჩათვალეთ რომ ის ბავშვი ვერ იქცევა კარგად. კარგით ისებაა დაციმა? არ არის კარგით ისება. ხოდა ნახეთ, აი ამ ადამიანს რა დაემართა. სხვა ბავშვს დასცინა და თვითონ მოვიდა იგივე რის გამოც სხვას დასცინა. იმიტომ რომ ეს ხო ღმერთმა შექმნა ასეთი როგორიც არის. ეს კიდე სხვა საკითხია, ცოტა ღრმა და ვრცელი საკითხია, ღმერთმა რატომ შექმნა ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოცემულობა ასეთია. ეს ღმერთის მიერ არის შექმნილი, ისევე როგორც ჩვენ ღვთის მიერ ვართ შექმნილი. გავიმშვიდობოთ მაშინ ლექსომასწავლებელო ერთმანეთ შემდეგ შაბათამდე. კარგით, აბა დროებით ჩემო ლამაზებოდ, კბილებო და მოკლედ ღმერთმა რა ჩავიფიქრეთ, მოგცეს ძალა რომ შევასრულოთ ყველაფერი თქვენი გულების გასახარად. მიყვარხარ და დროებით. მიყვარხართ ბავშვებო, გემშვიდობებით.